დაბადება. თავი მეოცე. გაემგზავრა აბრაჰამი ნეგების ქვეყნისაკენ და კადეშსა და შურს შორის გერარში დასახლდა. თქვა აბრაჰამმა სარაზე, თავის ცოლზე, რომ დაიყო მისი. აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი გაგზავნა და თავისთან მიაყვანინა სარა. მაგრამ ღმერთი მოევლინა სიზმარში აბიმელექს და უთხრა: აჰა, მოკვდები იმ ქალის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი. მაგრამ არ მიჰკარებია მას აბიმელექი და ამიტომ უთხრა უფალს: უფალო, განა მართალ ხალხსაც დაღუპავ? მან ხომ მითხრა: ჩემი და არისო, ქალმაც თქვა: ჩემი ძმა არისო, გულმართლად და უმწიკვლო ხელით ჩავიდინე ეს. და უთხრა ღმერთმა სიზმარში: ვიცი, რომ გულმართლად გააკეთე ეს, ამიტომ განგარიდეთ სოდვას ჩემს წინაშე და არ მიგაკარე მაგ ქალს. ახლა კი დაუბრუნე ცოლი თავის ქმარს, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი, ისიც ილოცებს შენთვის და იცოცხლებ, ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენ და შენიანებს სიკვდილი არ აგწდებათ. ადგა აბიმელექი დილა ადრიანად, დაიბარა კარისკაცნი და ყველაფერს მოუყვა, ფრიად შეშინდა ხალხი. მოიხმო აბიმელექმა აბრაჰამი და უთხრა: ეს რა გვიყავი, რა შეგცოდე, რომ მოაწია ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა. საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან. უთხრა აბიმელექმა აბრაჰამს: რა გქონდა განზრახული, ამას რომ სჩადიოდი. მიუგო აბრაჰამმა: მე მეგონა, ღვთისშიში არ იქნებოდა ამ მხარეში და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო. მართლაც ჩემი და არის სარა, მამა ჩემი სასულია, თუმცა დედა ჩემი სასული არ არის და გახდა ჩემი ცოლი. ღმერთმა რომ გამომიყვანა მამა ჩემის სახლიდან, ვუთხარი ქალს, ერთი სიკეთე მიყავი, ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ, თქვი, ჩემი ძმა არის თქო ეს კაცი. და აიღო აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი და მისცა აბრაჰამს და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი. უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, სადაც გენებოს იქ დამკვიდრდი. სარას კი უთხრა: აი 1000 შეკელი ვერცხლი მივეცი შენს ძმას, იმის დასტურია ეს შენი თანმხლებისა და ყველას წინაშე, რომ უდანაშაულო ხარ. ილოცა აბრაჰამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მხევლები და კვლავ დაურსულდნენ ისინი. რადგან დაეხშო უფალს აბიმელექის სახლში ყველასთვის საშო, აბრაჰამის ცოლის, სარას გამო.